ირანსა და ისრაელს შორის დაწყებული კონფლიქტი უკვე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. ირგვლივ ყველაფერი იცვის: ბომბები, შეტაკებები, განადგურებული ქალაქები. მილიონობით ადამიანი ტოვებს ირანს. ისინი ჩრდილოეთისკენ მიდიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით. და ახლა ჩნდება კითხვა: მზად არის თუ არა საქართველო ამ ნაკადის მისაღებად? და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის? ეს ომი ახალი არ არის. წლების განმავლობაში გიზგიზებდა და ახლა ღიად აფეთქდა. და როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდ ტკივილს უბრალო ხალხი განიცდის, არა გენერლები, არა პოლიტიკოსები. როდესაც პირველი რაკეტები თეირანს დაატყდა, ათასობით ოჯახმა თავიანთი სახლები სასწრაფოდ დატოვა. რაც ხელთ ჰქონდათ, იმით გაემართნენ გზაზე, გაურკვევლობისკენ. მხოლოდ 2 დღეში ირანი 100,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ომი გაგრძელდება, ქვეყნიდან შეიძლება 10-12 მილიონი ადამიანი წავიდეს. ეს იქნება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი. მაგრამ სად წავლენ ისინი? გავლით სომხეთზე, აზერბაიჯანზე და შემდეგ საქართველოში. ქვეყანა, რომელსაც ხშირად მშვიდობიან ზონად აღიქვამენ, შეიძლება მოულოდნელად გადაიქცეს სამხრეთიდან მომავალ მიგრანტთა გზად. მზად არის საქართველო? შეძლებს ათასობით ან 100,000-ობით ადამიანის მიღებას? ამ ეტაპზე, არა. ჯერჯერობით არც ირანიდან და არც ისრაელიდან მასობრივი ნაკადი საქართველოში არ დაფიქსირებულა. მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება. და სიგნალები უკვე ჩანს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ირანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ფერეიდანში, ისფაჰანსა და თეირანში. მათთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის, ეს არის იმედი, გადარჩენის გზა. უკვე მუშავდება გეგმები მათი დასახმარებლად. მაგრამ საკმარისია ეს. ბოლო წლებში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ მცირე ჯგუფებს მიანიჭა. უმეტესობა უარით დასრულდა. კანონმდებლობა მკაცრია. რესურსები შეზღუდული. და მიუხედავად ჰუმანური განწყობისა, ქვეყანა არ არის მზად ფართომასშტაბიანი მიგრაციისთვის. და თუ ხვალ ათასობით ადამიანი მოადგება საზღვარს. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას? ერთი მხრივ ჰუმანურობა, თანაგრძნობა, ღირსება. მეორე მხრივ უსაფრთხოება, ეკონომიკა, სტაბილურობა. ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს. და შესაძლოა სწორადაც იქცევა, ახლა პანიკა ყველაზე სახიფათოა. ხალხი კი უკვე გრძნობს დაძაბულობას. ვიღაც შიშობს. ვიღაც თანაუგრძნობს. ვიღაც ლოცულობს, რომ საქართველო ომის დროებით პანიკად არ გადაიქცეს. და მაინც თუ ვინმე კარს მოაკაკუნებს, საქართველო ყოველთვის ხსნის. ასე იყო წარსულშიც. ასე იქნება ახლაც. სამყარო იცვლება. და ყოველდღე ვხედავთ, როგორ აკაკუნებს ისტორია ჩვენს კარზე, ხმაურით, დაუნდობლად. დღეს ჩვენ ვართ მოწმეები. ხვალ, შესაძლოა მონაწილეებიც. მზად ვართ?